არსებობს ორი ტიპის ტრეიდერი. განათლებული და გაუნათლებელი. განათლებული ტრეიდერი მხოლოდ ჩარტებს არ უყურებს. ის კითხულობს order flows, მარკეტის მექანიკებს, მიკროსტრუქტურას და ინსტიტუციურ ნაკადს. იცის სად არის ინსტიტუციური პოზიციები, კონტრაქტები და სტოპები და ვაჭრობს შესაძლებლობებზე და არა ხაზებზე. ხოლო გაუნათლებელი ტრეიდერი მთელ დღეს ატარებს ჩარტების ყურებაში, ხაზავს ტრენდლაინებს, რექტენგლებს, ინდიკატორებს, სისარტყელებს და აწერს ლამაზ სიტყვებს ჩარტებზე და გონე რომ ფასი მისი ხელოვნების მიხედვით იმოძრავებს. თუ მას ხომ გონია რომ რაღაც ჯადოსნური ალგორითმი არსებობს მარკეტზე, რომელიც ვატიკანის საცავებში ინახება. გვიყოს მღადაობა და მოკალათ და უყურეთ ამ ვიდეოს. კითხვები კიდე მომწერეთ Instagram-ზე. ალგორითმები, ნამდვილი ალგორითმები. სახელები გვაქვს და უბრალოდ არა რაღაც ალგორითმი, რომელიც ინახება რაღაც ვატიკანის საცავში. ხდები? რაღაცა აი ესეთი ალგორითმი, რომელიც არ ვიცით საიდან მოდის, დადევს სტოპ-ლოსებს და რაღაცა. ეს არის matching ალგორითმები. და რაღაცა ზღაპარი და რაღაცა მულტფილმიდან ამოღებული რაღაც სისულელე, ხო? ეს არის დავით ახლა ვიდეოზე და აგიხსნით რატომ არის CFD ბროკერები ცუდი, რატომ არის ფიუჩერსები კარგი და რატომ მიჩვენე ფიუჩერსები მე. გადმოვიდეთ ახლა აქეთ. ახლა არის CFD, contract for difference. ანუ მარტივენაზე რო აღიხსნათ უფრო, იდეაში არის ფასის მიმიკა. აი მაგალითად ხო, რაღაცა ფიუჩერსზე Apple-ის სტოკი მიდის ფასის ზემოთ აი ესე, ხო? აი ესე მიდის ფასის ზემოთ და CFD ბროკერი ახდენს ამის მიმიკას. იდეაში აქ რო ტრეიდი გახსნა CFD ბროკერზე, ხო? არ ფლობს შენ არანაირ აქციას. უბრალოდ ხდება ფასის მიმიკა. ამ შემთხვევაში შეხვედი ლონგში, ფასის ზემოთ წავა, მოიგებ, მომწამო წააგებ, ხო? კონტრაქტს არ ფლობ, მაგრამ თუ ივაჭრებ ფიუჩერსზე, ხო? ფიუჩერსზე შედიხარ რაღაც ტრეიდში, ყველაზე Apple-ის აქციას ყიდულობ, გარკვეული დროით, მაგრამ იდეაში CFD-ზე არ ხდება ეგეთი რაღაცა. დაბალი კლასის low grade, ანუ იდეაში ნიშნავს მაღალ რისკს და უხარისხო აქტივებს. მარტივენაზე რო აგიხსნათ. დაბალი გამჭვირვალობის, ანუ low transparency ნიშნავს, რომ დაბალი გამჭვირვალობაა და რაც უფრო დაბალია გამჭვირვალობა, ესე ვთქვათ, უფრო გაუგებელია გაიგო რა ხდება სინამდვილეში, ანუ რა ვერ გაიგო უბრალოდ, იმიტომ რომ არ არის ეს გამჭვირვალე. სუპერ სპეკულაციური. ანუ მარტივენაზე რო აგიხსნათ, მაღალ რისკიანი და არაპროგნოზირებადი. ანუ გაუგებარია ესე ვთქვათ რა. დეცენტრალიზებული, ანუ ამ სიტყვაზე საბროკერო კომპანიას ფლობს რამოდენიმე ტიპი, რაღაცა რომელიღაც კუნძულზე და იქიდან აკონტროლებენ ამ ერთ კომპანიას, ანუ ერთი ტიპი იდეაში არ არის რა, ერთი პიროვნება, ერთი ქმნილება, ნუ არ აკონტროლებს ამას. ამიტომ ვერ გაიგებ იქ რა მოხდება, ვიღაცა სადღაცა რაღაცა რა მოაფიქრდება და არ არის დაკონტროლებული. ეხლა რო გადავალთ ფიუჩერსებზე, ხო? აი ეს ყველაფერი ბევრი მე არ ჩამოწერე ხა აქ. რო გადავალთ უკვე ფიუჩერსებზე, იქ მარტივად აგიხსნით უკვე რას ნიშნავს თითო ანუ ეს ყველაფერი და მაგალითებსაც მოვიყვა. OTC, ანუ გარიგება ხდება კლიენტსა და ბროკერს შორის და არა ტრეიდერსა და ტრეიდერს შორის. მეხსოვით? მაგასაც დაუბრუნდებით აი ზემოთ მაქვს ეგ მონიშნული. ზემოთ მაქვს ეგ მონიშნული, ამას მე დაუბრუნდებით. არანაირი ვოლიუმის ინფორმაცია, no volume data. ამასაც რო გადავალთ ფიუჩერსებზე, მაგის ყველაფერს აგიხსნით და დაბლოკილია ამერიკაში, იმიტომ რომ იდეაში leverage ძალიან დიდია, ანუ რაღაცა 1200 leverage გაძლევენ და 1500 leverage forex-ზე ხოლმე და ძალიან ისეთი ისინი ხდება ხოლმე გემბლერები შედიან ხოლმე და გემბლერი ხარ იდეაში თუ ამას ვაჭრობ. ფიუჩერსები. პირველ რიგში გვაქვს პროფესიონალური ხელსაწყოები, ანუ order flows tool-ები, მაგალითად, როგორიცაა აი ეს ინფორმაციული ხელსაწყოები, როგორიცაა order flow, CDA, რაღაც delta profile, volume profile და ეს რაღაცები რა. და win CDA-ში trading view-ზე იყენებთ აი ამას, ხო? და გონიათ რომ ნამდვილი ინფორმაცია გაქვთ, არ გაქვთ, იმიტომ რომ trading view-ზე tick per tick volume-ია იდეაში, ანუ მან ნამდვილი ინფორმაცია არ არის, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მოდის data feed-დან, data feed-დან dix feed-დან და dix feed-დან იდეაში უნდა იყიდოს ინფორმაცია რავი, რამდენი ჯდება $19-დან იწყება დაახლოებით რა და ეს ყველაფერი ეს ინფორმაცია მოდის CME ბროკერებიდან, ნუ მაგასაც იხავე გადავალთ იმაზე და მაგასაც განახებთ რა. ეს ოკეი. ეხლა უყურეთ.
ნუ ეს გვაქვს ეს ხელსაწყოები, order flow ხელსაწყოები, ნუ მე ვიყენებ deep chart-ის პლატფორმას, ეხლა არის ფასაკლება ხო სხვა შორის $600 შეგიძლიათ იყიდოთ ერთწლიანი პაკეტი $470 დაახლოებით არის 6 თვე, ხო, დაახლოებით რა და ძალიან კაი რაღაც ოფერები აქვთ. და გვაქვს no spread markup-ი. ეხლა no spread markup-ი რას ნიშნავს? მოდი გადავიდეთ და წავიკითხოთ ეხლა რა მიწერია. ფასნამატის გარეშე. კონცეფცია ნიშნავს, რომ თქვენს მიერ ნანახი ფასი არის ცენტრალიზებული ბირჟის ფაქტობრივი პირდაპირი საბაზრო ფასი. ანუ არაფერი არ ემატება და არაფერი არ აკეთება, როგორც არის ხოლმე CFD ბროკერებზე. როცა ხეოთ სიტყვაზე რაღაც ერთი ფასი სხვაგან რაღაცა 10-ია და რო გადავალთ უკვე მეორე ბროკერზე არის რაღაც 20 სიტყვაზე რა. ანუ აქ არის პირდაპირი ფასი და რაღაც მომატებული და დაკლებული ფასი. ბროკერის მიერ დამატებითი ფასისა და ფასის სპრედის გარეშე ბროკერის არაზღაურება ცალკე გამჭვირვალე საკომისიოა. ყველა ვაჭრობა ხდება ერთ exchange-ზე. Chicago Mercantile Exchange. და ეს არის იდეაში ბროკერები. Comex-ი, Globex-ი, Eurex-ი, NYMEX-ი, რადგან ყველა ვაჭრობა ხდება ერთ exchange-ზე, გვაქვს volume-ის ინფორმაცია, volume data, რაც იქ არ გვაქვს. ანუ ხო იქ ვერ გაიგებ იდეაში რამდენი კონტრაქტი შემოვიდა, როგორ შემოვიდა, ეხლა რო იძახიან ხოლმე, რომ აი შემოვიდა ძალიან ბევრი მყიდველი, ხო აი ფასი ასე დაეცა, რატო დაეცა ფასი, რამდენი მყიდველი შემოვიდა, ისე შეიძლება ერთი ორდერი ყოფილიყო ძალიან დიდი ორდერი სიტყვაზე 1000 კონტრაქტი ყოფილიყო, ან ყოფილიყო დაშლილი კონტრაქტები, რაღაც 10-20 კონტრაქტებად, იმიტომ რომ შეუძლიათ დიდ ინსტიტუციებს, ბანკებს ეს კონტრაქტები ერთი კონტრაქტის მაგივრად, ანუ სიტყვაზე შემოვაგდონ 1000 კონტრაქტი, ხო? 1000 კონტრაქტი რო შემოვაგდონ, იდეაში ხდება მაშინ უკვე მარკეტის манипуляცია. ეს არ აწყობს არავის რა, ამიტომ ამ კონტრაქტებს შლიან ნაწილ-ნაწილებად, როგორც 10 კონტრაქტი, 20 კონტრაქტი და ეს შემოვაგდ ფასი. რაღაც ეს თქვა ხელსაწყოების დახმარებით შეიძლება გაიგო ეს კონტრაქტი საიდან მოდის, ანუ მე შემიძლია გავიგო ეხა ეს 1000 კონტრაქტი ერთი ტიპისგან იყო, ერთი ქმნილებისგან იყო, თუ იყო რაღაც პატარა თევზებისგან სიტყვაზე რა. მაგის გაგება შესაძლებელია, მაგრამ მარტივი არ არის. ასევე, ნუ მაგის გაგება შეგიძლიათ როგორც ხარით. და იდეაში ყიდულობთ აქედან ინფორმაციას რა. ცენტრალიზებული და რეგულირებადი რას ნიშნავს? მოდი რეგულირებადი ავხსნათ რას ნიშნავს. რეგულირებად ბაზარს ზედამხედველობას უწევენ ოფიციალური ფინანსური ორგანოები, როგორიცაა CFTC, CSE, FCA. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ბროკერებმა დაიცვან წესები, დაიცვან კლიენტები, თავიდან აიცილონ манипуляციები და უზრუნველყონ ვაჭრობის გამჭვირვალობა. რომ დაინახო რამდენი ორდერი შემოდის, როგორ შემოდის და რანაირად შემოდის, ხო? აი მხელა ვარდნა რო იყო, რატო იყო ეს ვარდნა, ხო? შემოვიდა 1K ორდერი კონტრაქტი გაყიდვაზე და ეგ რო შეხედოთ 2.7K გაყიდვაზე, 1.7K გაყიდვაზე და ნუ იდეაში როგორც ხედავთ ჯობნის გამყიდველი ყველა ვარიანტში ღიროს, იმიტომ რომ დიდი სხვაობაა გამყიდველსა და მყიდველის შორის. და რამხელა სხვაობაა მყიდველსა და გამყიდველის შორის, აი ამ ადგილში, თუნდაც ამ ადგილში. ამას ვერ ხედავ. ამას ეს არ აინტერესებს არავის. ეს არაფერს არ ნიშნავს რა. და ვაჭრობის გამჭვირვალობა, ხო როგორც ახსენე. ეგ არის. ეხლა რა არის ცენტრალიზებული ბაზარს აკონტროლებს ერთი მთავარი ბირჟა ან ორგანო, მაგალითად CME. ყველა ვაჭრობა ამ ცენტრალური ადგილის მეშვეობით ხორციელდება. ყველასთვის ერთი და იგივე წესებით და ფასებით. მაგრამ CFD ბროკერზე ყველა, ანუ ინდივიდუალურია, ხვდები? ზოგს რა წესი აქვს, ზოგს რა წესი აქვს, ზოგს როგორი ფასი აქვს, ანუ ხვდები? დიდი განსხვავება ამას, მაგრამ აქ უფრო ცენტრალიზებულია, გაკონტროლებულია და ყველასთვის ერთი წესია, ყველასთვის ერთი ფასია და ყველაფერი ერთია რა. რაცა ის განსხვავებულად არ აგრძნობს თავს და არ არის სხვანაირად, ხვდებით? აი ეს არის. ხო, ესენი ავხსენით და როგორც გითხარით, ეს ინფორმაცია გვაქვს. ეს ინფორმაცია გვაქვს data feed-ის მეშვეობით. ეხლა data feed-ი რა არის? რა არის data feed? ეს არის ანუ ინფორმაციული წყარო, საიდანაც გვეძლევა ინფორმაცია, ანუ რამდენი ორდერი შემოვიდა, ეხლა ეს რო ვხედავთ ამ კონტრაქტებს აი ამ ადგილზე, ხო? ყველაფერი არის ამის მეშვეობით, აი. DixFeed, მიტყოზე მე DixFeed მაქვს ხარა. არის DixFeed-ი და არის რამოდენიმე პლატფორმა კიდე, რაც შეიძლება იყიდო ინფორმაცია ერთ თვიანი პაკეტებიც არის, ერთ თვიანი, ერთ წლიანი, მოკლედ მე ხა 6 თვიანი მაქვს და ეს ინფორმაცია გვეძლევა ჩვენ აი ეს ტრეიდინგ პლატფორმის საშუალებით, როგორც აი მაქვს მეხამე და მე ჩარტები გვეძლევა აი ჩარტზე რა. აი შეიძლება წაიკითხოთ აქა, რა არის data feed-ი? არა გადავთარგმნი. და რაღაცები შეცდომა დაუშვა მომენტში. ამიტომ თუ ინგლისური კარგად ისე ეგრეთ წაიკითხოთ, ხო?
და ეხლა არის ეს. ეს არის ალგორითმები. ხო, ალგორითმები, ნამდვილი ალგორითმები. სახელები გვაქვს და უბრალოდ არა რაღაც ალგორითმი, რომელიც ინახება რაღაც ვატიკანის საცავში. ხდები? რაღაცა აი ესეთი ალგორითმი, რომელიც არ ვიცით საიდან მოდის, დადევს სტოპ-ლოსებს და რაღაცა. ეს არის matching ალგორითმები. და რაღაცა ზღაპარი და რაღაცა მულტფილმიდან ამოღებული რაღაც სისულელი, ხო? ეს არის ნამდვილი ალგორითმი, რაც შეგიძლიათ ნახოთ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამას ქვია matching ალგორითმი. ამის გარეშე ფასი ვერ იმოძრავებდა. აი ეს არის ალგორითმები. და შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ აი იმ საიტში, აი, დავწერე ხა? შეიძლება დაწეროთ Google-ში უბრალოდ. CME matching algorithm. აი ეს რაღაც შეიძლება დაწეროთ და ნახავთ ყველაფერს, ვიდეოების დევს, ახსნილია დეტალურად ყველაფერი, არავინ არავის არ უმალავს არავის, იმიტომ რომ რაღაცები ხა სამართლიანობაზე თუ მიდის აკითხი, ხო სამართლიანობა ვერ ვიტყვით რომ მარკეტი რაღაც სამართლიანია, რაღაცა ეს ფინანსური მარკეტი სამართლიანი. ფინანსურ მარკეტზე გვაქვს საუბარი და სამართლიანობა, აქ კონცეფცია არ არსებობს რაღაც პონჩი, ხო? მაგრამ რაღაცები შეიძლება ნახოთ. და არა ის რაღაცა იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ხო, მე მაგის არ ვჯერა, შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაცა ინფორმაცია არ გაგვაჩნია მაგაზე, შეიძლება ჩარტზე მანახოთ რამოდენიმე მაგალითი, მაგრამ ეგარებს არ წყვეტავს რა. ხო, მე არ მჯერა მაგისი, ადრე მჯეროდა, მაგრამ რაც პროცესთა განათლება მივიღე ტრეიდინგში და რაღაც გავიგე, მაგის მერე ცოტა საერთო გახდა ეს ყველაფერი ჩემთვის, ხო. ამიტომ რაზე შემილია მქონეს ცდომა, რაზე შემილია მქონეს ინფორმაციული განათლება, მე იმის მჯერა ახლა ამ მომენტში რა. ამიტომ ეს არის ნამდვილი ალგორითმები და რაღაცა ვატიკანის საიდუმლო ალგორითმი, ხო. არ არსებობს ეგეთი რამ. ეხლა განახებთ როგორ იხსნება ტრეიდი ფიუჩერსზე და მე როგორ იხსნება CFD ბროკერებს, ხო. მოდი გადავიდეთ აქ. და ხა გიხსნით რა ხდება ამ მომენტში. პირველ რიგში ტრეიდერი ვიღაცა სოსო ხსნის ტრეიდს, ეხლა როგორ. იდეში მე მინდა რომ გავყიდო, შევიდე შორტში, ან იდეში ლონგში ვარ და მინდა რომ გამოვიდე ტრეიდიდან, ხო? აი მე ჩემს კონტრაქტს გზავნი, ანუ ვაჭერ ჩარტზე რილაქს, ეს იდეში იგზავნება ვაჭრობ მე ამ მომენტში, იგზავნება futures broker-ზე. ეს futures broker-ი გზავნის ამ მოთხოვნას data-feed-ის საშუალებით exchange-ზე, ანუ აქედან მიდის data-feed-დან, რაც ეგან ახსენე ინფორმაციული წყაროდან მიდის exchange-ის ინფორმაცია და ეს exchange-ი პოულობს counterparts, ანუ აი მეორე მეწყვილეს, ანუ ეხლა მე თუ ტრეიდში ვარ ლონგში და მინდა რომ გამოვიდე, ხო? მე ეს უნდა გავყიდო. ვიღაცამ ეს თუ არ იყიდა, მე ვერ გავყიდი, ხო, ლოგიკურია. ამიტომ ეს ჩემი მოთხოვნა მიდის exchange-ზე, exchange-ი პოულობს counterparts, ანუ ხო შეიძლება აი part. პოულობს სხვა ტიპს და ეს ტიპი ვიღაცა შეიძლება იყოს ამერიკაში ვიღაც სხვა ტიპი, ვაფშე რავი, მნიშვნელობა არ აქვს, ან შეიძლება იყოს ვიღაც გვეჯდეს და მაგან გახსნას ტრეიდი, ანუ მაგან გამიწიოს მეწყვილეობა ამ მომენტისთვის. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. და ეს სხვა ტრეიდერი მოდის აქეთ exchange-ზე გზავნის ამ მოთხოვნას, exchange-ი მაგზავნი data-feed-ის საშუალებით ამ ინფორმაციას, data-feed-ი კიდე აგზავნი futures broker-ზე ამ ეს თქვა orders და ეს orders იგზავნება ჩემზე. და მე გამოვდივარ ტრეიდიდან, ან შევდივარ ტრეიდში. იმედია გასაგებია ყველასთვის. იხოთ თუ ექნება და რამეს ვერ გებულობთ რაღაცა შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, პრობლემა არ მექნება, მომწეროთ Instagram-ზე. მაგაზე პრობლემა არ მაქვს რა, ანუ ეს ტიპი არა ვარო, რაღაცა გამარჯობა რო გითხრა, პრობლემა გადამიხადო. არა. ამიტომ ესაც ახლა რაც ახსენეთ ამ ადგილზე, ხო, თუ რამე ვერ გაიგეთ ან ნებისმიერ საკითხზე, არ მოგერიდოთ, მომწერეთ, და აგიხმარებით ყველაფერს. და ეს ყველაფერიც რაც ახლა აქ ახსენი, ხო, ეს ციკლი, ეს არის ციკლი. ეს არის აუქციონი. ეს ციკლი ხდება ფიუჩერსებზე, სტოკებზე, ოპშენზე და ასე შემდეგ რა. აი ამ რაღაც რაც იდეაში არის underlying asset-ი რა. ხო, ეს underlying asset-ები და derivative კონტრაქტები, ბევრი რაღაცაა, რასაც უნდა შევეხოთ მომავალში, იმიტომ რომ ამ ვიდეოში ეს ასახსნელი მაგ გასაკეთებელი მაქვს, მოკლედ, ბევრ რამეს ეს ახლა ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევ, მაგრამ მაგ ყველაფერს, მაგ ინფორმაციას მოგცემთ. მე ხა ზოგი იკითხავს, საიდან ისწავლე შენ, საიდან იცი ეს ყველაფერი? საიდან ვიცი და ვისწავლე, ძალიან ბევრი ფული დავხარჯე ამაში, რომ ეს ყველაფერი მესწავლა, ვისწავლე მსოფლიო ჩემპიონებისგან. World class edge შეგიძლიათ დახვიდეთ ნახოთ Google-ში, ხარ ვიცი ასწავლიან თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ფული გადავიხადე სხვათა შორის, რომ ეს რაღაცები მესწავლა.
ეს არის ჩემი, ეს თქვა ძალიან ნაწყვეტი იმ ინფორმაციისა, ანუ ეს არის საშუალებით არაფერი. ეხლა რაც ახსენეთ, ახლა ეს არის CFD ბროკერების უბრალოდ დაჯმა, მარტივ ენაზე რო აგეხსნათ. ბევრი რაღაცაა, მოკლედ, აი ძალიან ბევრი რაღაცაა, რაც იდეაში არ იცით. და მეც არ ვიცოდი ძალიან მოკლედ დროის წინ, ხო? ძალიან ბევრი რაღაცაა, მართლა ძალიან ბევრი რამე გაქვთ სასწავლი თქვენსა, მეც იმიტომ რომ ყოველთვის ვითარდები და ბევრი რამეს ვისწავლით ერთად, ამიტომ მეც დაგეხმარებით თამაში. ხო. ეხლა რა ხდება CFD ბროკერებს? პროფიტული ტრეიდერი, ანუ ვიღაცა სოსო, შენ, ვიღაცა, შეიძლება მეც მე ვიყავი. ხსნის ტრეიდს, აგზავნის მოთხოვნას CFD ბროკერის საშუალებით. ეხლა CFD ბროკერი რა შვება? CFD ბროკერი კი არ აგზავნის ვიღაცა სამყაროს მეორე მხარის ვიღაც ტიპზე ამ მოთხოვნას და რაღაცა, ხო? ქმნის შენთვის ფას და შენთვის ფასი იქნება, შენთვის იქნება სპრედები და ანუ შენი მოთხოვნა, შენი პოზიცია ვერ ცდება CFD ბროკერს. ანუ ამის გარეთ ვერ გადის, ხვდები? არის შიგნით, ამის გარეთ ვერ გადის. ხვდებით? რჩება იდეაში ეს მოთხოვნა CFD ბროკერზე, მაგრამ თუ პროფიტული ხარ, ანუ ეს შენი მოთხოვნა, ეს შენი პოზიცია იგზავნება liquidity provider-ზე, მიმწოდებელზე, ну შეიძლება არის ხოლმე ბანკია, ხშირ შემთხვევაში ხოლმე რა. ამიტომ CFD ბროკერი მოგებას ნახულობს სპრედებით, საკომისიოთი და წამგებიანი ტრეიდებით შენზე, რა თქმა უნდა. და შენ არის ძალიან ბევრი გემბლერისა რა. მაგრამ futures ბროკერი ნახულობს მოგებას საკომისიოებით, ანუ შენ თუ გახსენი რაღაცა აქ ბევრი კონტრაქტი იხსნება სხვათა შორის რა, futures ბროკერებზე. მასშტაბით კონტრაქტი რაღაც მილიონობით დღეში მოკლედ და მაქედან ნახულობენ ძალიან ბევრი მოგებას, იმიტომ რომ 1000 კონტრაქტიდან, 1000 კონტრაქტი რო გახსნე, რაღაც 1x-ზე გამოდის რაღაც $50000. და მაქედან საკომისიო ახევენ $5000. ერთ ტიპს მარტო წარმოგიდგენთ, მილიონი კონტრაქტი რამდენი იქნება. ეს მას ვიზახი უბრალოდ ძალიან ისე ციფრებს რა. შეიძლება ესე არ იყოს, მაგრამ მიმიხვდით რას გულისხმობ უბრალოდ, ხო? და ნუ ასე ნახულობს ეს მოგებას. თუ პროფიტული ხარ, იდეში liquidity provider-ზე მიდის ეს კონტრაქტი და იდეში ცდება ამ კონტრაქტს, მაგრამ ეს დიდი არაფერს არ ნიშნავს, ანუ ეს მართლა არაფერი არ არის რა. ანუ ეს ყოველდღიური ამბავია და რაღაც გასაკვირი არა futures-ებზე, მაგრამ აქ ისეთი თემაა, რომ და მაგარი ტრეიდერი უნდა იყო, რომ იდეში liquidity provider-ს მიაწოდონ შენი კონტრაქტი, ესე ვთქვათ. და ეხლა გეტყვით, რამოდენიმე რაც გამახსენდა ეს CFD ბროკერები, ვინები არიან რა. CFD პროფირმები არიან FTMO, Funding Pipsi, Funding Next, O1 და Alpha Capital და ნუ რამოდენიმეა კიდე მართლა უბრალოდ აღარ მახსენდება რა. მართლა აღარ მახსენდება ვინები, მაგრამ შეგიძლიათ დაგუგლოთ, აი ეს სიტყვაზე აპირებთ რომ ივაჭროთ სიტყვაზე რა IT მარკეტი თუ IC მარკეტი ქვია ერთი ეგ ვიცი კიდე ეგ არის CFD ბროკერი. და ხო ანუ ამ ვიდეოს აზრი ის არის, ვინც ვერ მიხვდით, რომ მიგახვედროთ, რომ აი CFD ბროკერი ცდილობს შექმნილია პირდაპირ გაგებით, უბრალოდ შექმნილია პირდაპირ გაგებით იმისთვის, რომ თანხა წაგაგებინოთ. აქაც არ უნდა ვინმეს რომ შენ ფული მოიგო. ეგეთი აიც არ არის ესეც. მაგრამ ეს პირდაპირ იმისთვის არის შექმნილი, რომ შენ თანხა წააგო. ვინც ვერ მიხვდით. იმიტომ რომ ნახეთ რამდენი რამე ახსენი? აი აქ რო შეხედოთ, ხო? ეს უკვე საკმარისია. ნახეთ? რამდენი რამეა, რაც იდეში ხელს გიშლის, რომ ტრეიდი წესად გაახსნა და რაღაცა საუბარი იყოს სამართლიანობაზე. ხდება ძალიან ისეთი თემაა რა. მაგრამ ვინც ვერ მიხვდით, იდეში ეს იმიტოა შექმნილი, რომ თანხა წაგაგებინო რა. აი გემშენერი გემბლერებისთვის არის ეს პლატფორმების შექმნა. და ეს პროფილებიც აპიარებენ ამ CFD ბროკერებს, ძალიან ბევრია მართლა ეხლა ვერ გეტყვით ყველას რა და ვისაც რამე მოგინებოთ კიდე დაწერეთ რა Google-ში დაგუგლეთ CFD ბროკერები და ეს თვალზე უნდა აიღოთ რაღაცა O1 და გაინტერესებთ O1 და არის თუ არა CFD ბროკერი ხო? ნუ იკითხეთ, ან ChatGPT-ს კითხეთ რაღაც ხო? ეგ მაგას მე ყველას ვერ გეტყვით ხა. მოკლედ ეს იყო იმედია ყველასთვის გასაგებია რამე კითხები თუ გექნებათ კიდე რავი მართლა არ მოგერიდოთ მომწერეთ Instagram-ზე და Instagram-ზე დამოფოლოვეთ ძალიან გთხოვთ ხო Instagram-ზე მომწეროთ ან მეილზე ან რავი Discord-ზე ან კომენტარებში დაწეროთ ნუ თუ მოგინდებათ არ დაიზარებთ და როგორმე ხმას მომაწვდენთ რა ხო ამ მომენტისთვის რავი სწავლა შეგიძლიათ ჩემთან იმის თუ სურვილი გაგიჩნდებათ შეგიძლიათ ისწავლოთ ჩემთან მაგრამ ჯერ უნდა გავისაუბროთ, იმიტომ რომ ისე ტიპებს პირდაპირ გაგებით გიყავთ არ ვასწავლი, ვისაც ეს ყველაზე აი
შევაყოთ რომ გემბლერია და უცებ უნდა ფული შოვნა, პირდაპირ გეტყვი რომ ბოდიში, მაგრამ ვერ გასწავლე, იმიტომ რომ არ მინდა მე სახეს მიფუჭებს, იმიტომ რომ მქონია ეგეთი შემთხვევები, როცა ტიპი შემოსულა და მოთხოვნია რომ მესწავლებინა, ვასწავლე, აღმოჩნდა გემბლერით, ახლა წააგო და მე დამაბრალა მე. ამიტომ მომწერეთ Instagram-ზე და გავისაუბროთ, დეტალებს გაგაცნობთ და მაგის მიხედვით უკვე დავიწყო სწავლა. ხო? ისეთი ფასი არ აქვს ამ ჩემს სასწავლო პროგრამას, რომ სახლის გაყიდვა მოგიწიოთ, დამიჯერეთ, ისეთი ფასია, რომ გაგიკვირდებათ მართლა, იმიტომ რომ ამით განმდიდრებას არ ვცდილობ მე და მინდა რომ უბრალოდ community გავზარდოთ Discord-ზე. ბრენდის პონჩი ვაკეთებ ამას, ხო? აბა თქვენი იცით, წარმატებები და დროებით.